მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე მაგიური სამყარო. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს ჩემი გვერდი გამოწერილი, ძალიან გთხოვთ, გააზიარეთ, გამოიწერეთ და ალაიქეთ, ეს იქნება თქვენი ენერგო გაცვლა იმისათვის, რასაც მე თქვენთვის ვაკეთებ უფასოდ. დიდი ხანია ბარაქაზე მე არ ჩამიწერია თქვენთვის რიტუალი და დღეს გადავწყვიტე რომ გაგიკეთოთ. შესავალი მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა, იმიტომ რომ ასწავლო ადამიანს რიტუალი არ არის კარგი, თუ ადამიანს არ მიეცი мотивация, აი мотивაციასთან ერთად რიტუალი არის უკვე მუშა მდგომარეობაში შემიძლია ვთქვა. პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ 2 დღეში 15 მაისს სრულდება ჩემს მარათონზე რეგისტრაცია, მარათონის ღირებულება $35 და შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, 2 დღე დაგრჩათ, გამოაგზავნოთ ქვითარი, გადახვიდეთ ჯგუფში, მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც უნდა თავისი ბედის, იღბლის, შეცვლა, მოწესრიგება და ასე შემდეგ. და უბრალოდ დაიბადოს თავიდან. სულ ვიძახი ხოლმე, რომ ჩემი მარათონები, ჩემი რიტუალები, როგორ გითხრათ, ცოტა ისე შეიძლება ჩამეთვალოს, მაგრამ ყველასათვის არ არის. არის იმ გამორჩეული ადამიანებისათვის, ვისაც ნამდვილად უნდა თავისი ბედის, იღბლის შეცვლა, სულიერად, რა თქმა უნდა, პირველ რიგში და არა დაზუთხულ რიტუალებს რომ აძლევენ და შემდეგ ეს უნდა გააკეთონ და მორჩა, ჩემთან ესე არ ხდება. ჩემთან ადამიანი იცვლება თავიდან ფეხებამდე, ნერვული ფონი უკრება, ფსიქოლოგიურად ასე შემდეგ და მე აღარ მომერიდება, ადრე თუ ვიყავ ცოტა კლდემამოსილი, ახლა აღარ მომერიდება, რომ ვთქვა, რომ წმენდის რიტუალი ჩემი არის სასწაული დედამიწაზე, რომელიც ადამიანმა მე პირადად შევქმენი. აღარ მომერიდება ამის თქმის. რატომ მივედით მაინც და მაინც წმენდაზე? იცით როგორ არის ბარაქა, ცოტა ისეთი და ფულის შოვნა, როგორ გითხრათ, აი 2 კატეგორიად არიან ადამიანები დაყოფილი, რომლებთაც გონიათ, რომ ფული მხოლოდ ძლიერი შრომით, მხოლოდ მძიმე წვალებით უნდა იშოვონ და არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ადვილად შოვლობენ ფულს. და მეორე ადამიანები სულ იტანჯებიან, მძიმე სამუშაოს ასრულებენ, ასე შემდეგ და პირველნი ძალიან ადვილად შოვლობენ ფულს და როდესაც ეს მძიმე ადამიანები ვერ ეწევიან მათ განვითარებაში, ყოველთვის უგონებენ რაღაცა, როგორ გითხრათ, ჭორებს, რომ ამით იშოვა, იმით იშოვა, გაუმართლა, რაღაცა გააკეთა, მერწმუნეთ. არავის არაფერში არ უმართლებს. ყველა ადამიანი, ყველა თქვენ ხომ არ გეტყვით არა, ყველა ადამიანი გამიზნულად ფიქრის, გადაწყვეტის და თავის თავში ჩამოყალიბების და მიზნის დასახვის შედეგად შოულობს ფულს. არ დაიჯეროთ, არავის არ გეგონოთ, რომ ვინმეს გაუმართლა. არ არსებული ესეთი მსოფლიოში ესეთი რამ. იმ ადამიანს ყოველთვის უნდოდა რომ ფული ქონოდა, იმიტომ თქვენ არ იცით სხვა ადამიანში რა ხდება და იმ ადამიანმა სულიერად იმ დონეზე მივიდა, რომ მიაღწია ფულის დიდი რამის გამომუშავებას. იმუშავა საკუთარ გარეგნობაზე.
იმუშავა საკუთარ ფსიქიკაზე. თქვენ ხომ არავინ არ გეტყვით და გამოვა და დაგიწყებთ, ხო? რა თქმა უნდა, ყველა გეტყვით, ფულს მივაღწია მძიმე შრომით, რომ ეს ჟურნალისტებისათვის ძალიან კარგად გაყიდვადი იყოს და ამას მსოფლიოში ესეთ ვთქვათ ინტერვიუს ჟურნალისტები მილიონებად ყიდიან საქართველოშიც და აბსოლუტურად ყველგან. ანუ ტრაგედია უფრო ადვილად ახსაქმელია ხალხისთვის. აბა იმას ხომ არ გეტყვით თქვენ რომ იცი რა ეს გავაკეთე და ასე შემდეგ. თუ რასაკეთებენ მილიონერები და ადამიანები, რომლებიც დღეში რამოდენიმე 100-ს კი არა, რამოდენიმე 1000-ს გამოიმუშავებენ, მე თქვენ დღეს გეტყვით და პარალელურად გასწავლით რიტუალს. რატომ მოვდივარ ყოველთვის წმენდაზე? ფულის არ შოვნა არის ყოველთვის ადამიანის ფსიქიკაში. მაგალითად, თქვენ დაშორდით მეუღლეს, დაგიტოვათ სტრესი, იქ კიდე პრობლემები გაქვთ, რაღაც კიდე პრობლემები, შეხვდით მეორე კაცს, ამანაც დაგიტოვათ სტრესი, ესეც ტოქსიურია. მოკლედ, ერთი სიტყვით, მთელი ეს სტრესი თქვენს ორგანიზმში არის გაგრძე სიგანებული. თუ კიდევ ყავთ ოჯახში, მაგალითად ზოგს საშინელი, ყველასამ უკაცრავად, მაგრამ ზოგს საშინელი დედამთილი ყავს. ზოგს საშინელი მამა ყავს, დედა ყავს, და ძმა, რომელიც ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად, სექსუალურად ოჯახის წევრები ხშირად თქვენ ამას არავინ არ გეტყვით, რა თქმა უნდა, მაგრამ თვე არ გავა, რომ ჩემთან წლებია კონსულტაციაზე არ მოვიდეს, ახლა ყველა თვეში მეთქი მოგატყვებ და ღმერთს მადლობა და სამყაროს, რომ ყველა თვეში ესეთი ადამიანი ჩემთან არ მოდის, იმიტომ რომ ალბათ არ ვიცი, ყველა ესეთ ადამიანზე ყოველთვის ნერვიულობ, ზოგი არ სიძახის ამას და არ ავლენს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ძალადობის მსხვერპლია ოჯახის მხრიდან საქართველოში. არ გავა, ორ თვეში მაინც ერთხელ ადამიანი იგეთი მყავს. საქართველოში ქართველი, არ დაგავიწყდეთ. ზოგი 40 წლის არის, ზოგი 30, ზოგი 25, ზოგი 50-ის. ვინ როდის აღიარებს. მაგრამ საქმე მასში არ არის. ზოგს ესეთი სტრესი აქვს, ზოგს კიდე სხვა სტრესი, ზოგს კიდე ფსიქოლოგიური რაღაცა კომპლექსი აქვს, ზოგს პარალელურად თვალი აქვს, ზოგს პარალელურად დედა წყევლის, ზოგს პარალელურად ბებია წყევლის, ზოგს საერთოდ არ წყევლიან, გადასარევი ოჯახი აქვს, შეიძლება ფინანსურად ნორმალურ ოჯახში ცხოვროს, მაგრამ ფინანსებთან ერთად რაღაცა შეიძლება თვითონაც გამოიმუშავდეს რაღაცა, მაგრამ ბედი აქვს ჩაკეტილი. ყველა ფერში მაინც მივდივართ ენერგიასთან, იმიტომ რომ და წმენდის რიტუალთან. იმიტომ რომ წმენდა დაკავშირებულია ფსიქიკასთან, ფსიქიკა დაკავშირებულია თქვენ სურვილებთან და რაც უფრო გაწმენდილია ადამიანის გონება და არა აურა, როგორც ვეღაცები იტყვიან ხოლმე, რაღაცა აურა, არა. ადამიანის გონება უნდა გაიწმინდოს და მე ადამიანის შინაგანად თვითონ გაიწმინდავს თავის თავს, ადამიანის ორგანიზმს აქვს ეს თვითგადარჩენა, მაგრამ თუ ადამიანის გონება არ გაიწმინდა, თვითგადარჩენის რეჟიმი ადამიანს ვერასოდეს ვერ ჩაერთვება. თქვენ რა მგონიათ, რომ მოდიან ჩემთან იკეთებენ წმენდის რიტუალს და მე უცბად 2-3 კვირაში გოგოები გამოიყურებიან სხვანაირად, არ ვიცი, სახლს აკეთებენ სხვანაირად, პროფესიას ირჩევენ სხვას, რა ემართებათ? ადამიანის გონება იწმინდება და ადამიანს ერთვება გადარჩენის რეჟიმი, რომ მე ახლა ეს გავაკეთო. მე ამას არ ვაკეთებდი, მოდი ეს გავაკეთო. ამიტომ ჩემთან რა რიტუალიც არ უნდა გაკეთდეს, ეს იქნება მიბმა, ბარაკა, არ ვიცი, ნებისმიერი რამ, ყველაში, წმენდაში თავისთავად, მაგრამ ყველაში პატარ-პატარა სვდებ, პატარ-პატარა წმენდის რიტუალს, რომ ადამიანს გონება გაეხსნას და საქმე
იმაზე მეტად კარგად გამოვიდეს, ვიდრე გამოდის. ამიტომ ენერგია მე ვფიქრობ და არა მარტო მე ვფიქრობ, არის ადამიანში მთავარი და თქვენ თუ გინდათ რომ გქონდეთ დიდი ფული, ზოგი ადამიანი ფიქრობს, აი საიდან მექნება დღეს ემიგრაციაში ვარ, ან საქართველოში ვარ, მძიმედ ვმუშაობ, როგორ რა შენ ალბათ მომატყუებ, ალბათ რა ავაფრენ რაღაცას და ხვალ ფული მექნება, შენთან რო რამე გავიკეთო? გონება, შენი გონება, როდესაც გასუფთავდება, უფრო მეტი სურვილი მოგინდება და აღარ მოგინდება იგივე ცუდ გარემოში ცხოვრება, სადაც ცხოვრობ. მოგიყვანთ ერთ ასე თქვათ მაგალითს. ქალი წარმოიდგინეთ ცხოვრობს სადღაცა გარეუბანში, სიტყვაზე ვთქვათ ავიღოთ, მოდი რა, მოვიგონებ ახლა ამ წუთას. ცხოვრობს გარეუბანში, არასოდეს არ გასულა ცენტრში, მაგალითად, მოდი ავიღებ ჩემს შტატს და ქალაქს. არასოდეს არ გასულა ცენტრში, ბევერლი ჰილსზე, არ უახშმია ბევერლი ჰილსის რომელიმე რესტორანში, არ უყიდია ძვირფასი ჩანთა, არ ჩამჯდარა ძვირფას მანქანაში და სულ მუდმივად ცხოვრობს ოროთახიან ბინაში, იკვებება უბრალო სუპერმარკეტის საჭმელით და მისი ცხოვრება არის უღიმღამო ნაცრისფერი, უბრალო ტანსაცმლით. იმიტომ რომ არ იცის იქ რა ხდება, მაგრამ როდესაც გადატანითი მნიშვნელობით ადამიანი იკეთებს წმენდის რიტუალს და მისი გონება სუფთავდება, ანუ ამ შემთხვევაში ავიღოთ რომ ჩვენი ეს ქალბატონი მიბრძანდება ცენტრში, ხო, სიტყვაზე ავიღოთ გადატანითი მნიშვნელობით და ის დაჯდება ძვირფას რესტორანში. იყიდის ძვირფას ჩანთას, იყიდის ძვირფას გელ-ლაკს, ერმესის ავიღოთ, ხო? ძალიან კარგი გელ-ლაკი აქვს. გელ-ლაკს, იყიდის ძვირფას ფეხსაცმელს, ჩაჯდება კარგ მანქანაში, როლს-როისში. დაპატიჟებს მამაკაცი, რომელსაც ყავს როლს-როისი, აჩუქებს ყვავილებს, აჩუქებს ვარდებს, თუ მნიშვნელობა არ აქვს, ხო? უყიდის $70,000 ოდემარ პიგეთის საათს და გამოუშვებს. როდესაც დადგება სახლში წასვლის დრო, როდესაც ეს ქალბატონი მოვა სახლში, ნამდვილად აღარ ესიამოვნება თავისი ოროთახიანი ბინა, თავისი ძველი ტანსაცმელები და თავისი რაღაცა, არ ვიცი, ტუშონკა, მოდი ავიღოთ, რასაც აქამდე სჭამდა. იმიტომ კი რომ ფული არ ჰქონდა, ფული ჰქონდა, მაგრამ არ იცოდა იმის იქით რა ხდებოდა. ესეა ცხოვრებაც. ესეა მამაკაციც, ესეა ფულიც, როდესაც შენ ცხოვრობ იმ ტოქსიურ მამაკაცთან, რომელს იქით არ იცი რა ხდება, შენ შეიძლება 10-15 წელი იცხოვრო. შენ როდესაც ცხოვრობ იმ ფიქრით, რომ ვაუ, მე ბარაკა არ მექნება, საიდან უნდა ვიშოვო 20,000, უკაცრავად ის ჩვეულებრივი ადამიანია შენსავით, უბრალოდ იმას შენზე მეტი სურვილი აქვს და მეტი იმუშავა საკუთარ თავზე. ამიტომ მე დავიწყებ თქვენთვის უფასო რიტუალით, ძალიან ძლიერით, რომელიც თქვენ, მე ვფიქრობ, რაღაც დონეზე დაგეხმარებათ ბარაკაში და ესე ვთქვათ, წაგწევთ წინ. რა არის ამისათვის საჭირო? თქვენ ალბათ ეხლა ამ წუთას ხედავთ თქვენს წინ პურს, ულამაზესი პური მაქვს, ფუნთუშა, რომ არ დაწვეთებოდა სანთელი სპეციალურად, ულამაზი სასანთლე დავდე. თქვენს შემთხვევაში აიღებთ პატარა ლამაზ პურს, არ ვიცი თქვენ ქალაქში როგორი ცხოვრება, გინდა იყოს ფუნთუშა, უფრო პური. ტკბილი არ იყოს, უფრო პური. იყოს პური და არა ბულკი, ხო? აიღეთ პური
მიიტანეთ ტყეში რომელიმე ულამაზეს ხის ქვეშ. დადეთ პური და თქვით ესეთი შელოცვა. ძალიან კარგი იქნება სანთელსაც თუ ანთებთ, მაგრამ თუ საშუალება არ იქნება, არა უშავს. ვხსნი ჩემი ცხოვრების კარს ბარაქისათვის. ფული, შესაძლებლობები და იღბალი მოდიან ჩემთან სუფთა გზით. ჩემი სახლი ივსება სიმდიდრით, შვიდობით და სიუხვით. ყოველი დღე მოაქვს ახალ შემოსავალს. ყოველი დღე მოდის და იხსნება ახალი გზა, ახალი წარმატება. რაც ჩემთვის არის განკუთვნილი, მოდის სწრაფად, მარტივად. მე აღარ ვებრძვი ნაკლებობას, მე ვირჩევ ბარაქას, მიღებას და სიმდიდრეს. ჩემი სიტყვა ძლიერია, ჩემი გზა ღიაა. ბარაქა მოდის ჩემთან ახლა, ასე იყო, ასე არის და ასე იქნება. როდესაც ამ შელოცვას იტყვით 3 ჯერ, პატარაზე გადატეხეთ პური, შეჭამეთ დანარჩენი ხის ქვეშ დატოვეთ და წამობრძანდით. აუცილებლად, ეს ცუდი არ არის, აუცილებლად ცხოველები მიირთმევენ მას. ეს შელოცვა, რაც მე თქვენ ახლა გითხარით, შეგიძლიათ ისედაც დილას და საღამოს 21 დღის განმავლობაში გაიმეოროთ და აანთოთ სანთელი. დანარჩენი პირადი მარათონისათვის ან პირადი ბარაქის რიტუალისათვის შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩემთან, გაიკეთოთ. ინდივიდუალურია ეს კონსულტაციაზე უნდა ნახოთ წმენდა, ბარაქის რიტუალი, ბარაქის ამულეტი, გლის კვილი და ძალიან ბევრი რამ. მაგრამ იცოდეთ, ყველაფერი ინდივიდუალურია. ერთი რამე მინდა ვთქვა და დავასრულებ, რომ იცოდეთ, თუ თქვენ პრობლემა გაქვთ, არა მარტო ბარაქაში, არა მარტო სიყვარულში, ან სხვა რამეში, იცოდეთ, ჯადოს, თვალის გარდა დიდი ნაწილი უკავია თქვენს ფსიქოლოგიას და თქვენს წარსულს. ამიტომ რაც არ უნდა გააკეთოთ, ცალი ფეხით რომ დაეკიდოთ, თუ წარსული, ასე თუ ისე, მძიმე გაქვთ, ცუდი გამოცდილებებით, ქმართან გაშორებებით, ისეთი მძიმე წარსული, ბარაქაზე, კარგ პარტნიორზე წმენდის გარეშე ძალიან გთხოვთ ნურც იოცნებებთ, იმიტომ რომ ერთჯერადი რიტუალები თქვენ რაღაცა ესეთი არგიშველით თქვენ გჭირდებათ წმენდა. მოკლედ, მეგობრებო, დიდი მადლობა რომ მისმენთ, დიდი მადლობა რომ მოგწონთ ჩემი საუბარი, დიდი მადლობა რომ მოგწონთ ჩემი რიტუალები, გკოცნით, ძალიან მიყვარხართ.